აი ამას სვავდა გენერალი მაზნიაშვილი ჭეშმარიტად, სადაც ეს არის მოკრეფილი ბატონო დავით. ბატონი გენერალი ცხოვრობდა იქიდან, აი ვენახი ქონდა იქიდან დაახლოებით სადღაც 1-500 მეტრში რა. ანუ იდენტურია. ჩემი ნათესავი იყო აპაშენის ალალი მამიდაშვილი იყო. არა, აპაშენის არა. ბებია ჩემი. აპაჩემის ალალი მამიდაშვილი. ფერი აქვს ასაული რა. ეს არის მსუბუქი ღვინო, მოთეთრო მომწვანო ფერი აქვს. თუ ერთხელ გაქვთ ნანახი ჩინური, აი ესეთ გაზს იკეთებს, ქაფს იკეთებს და არაფერში არ შეგეშლებათ რა. არა, ისეთი ადგილი ავირჩიეთ, რომ ეხლა მე შენ მოგიჭრი ბატონო დავით. ორი მოვიდანო? მოიტანე, აბა რა. ამაკ. აი ეს. ძალიან მოუხერხებელია, აი აქ გადმოვიტანა. აი შოთის პური. მოდი აქ, მოდი, მოიტეხე პური. მოიტეხე. დავიღუპეთ, დავიღუპეთ. აი ესე შიგნიდან ცოტა მჭრელ დანას ავიღებ ახლა. შიგნიდან უნდა იყოს სულ თეთრი. აი ესე. ბატონო დავით. გამომართვი. ხორცი. აი ესე გამომართვი. და ეგრევეც ჭამე. რა გემრია? მაგარია. კი. მოკლედ ისეთ ადგილზე გავაკეთეთ ბანაკი. ძალიან მოგვეწონა რა, მაგრამ დახრილი ეს